სკოლის მოსწავლეებს შორის წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები იგეგმება. შეხვედრები ავტორებთან, თარგმნელებთან და გამომცემლებთან, ინტერაქტიული სემინარები, წიგნის კითხვის შეჯიბრებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები, სადაც მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო მაღლა აწევს წიგნიერების დონეს ახალგაზრდებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, მომავალი თაობის განვითარების საქმეში. წიგნიერება ეს არ არის მხოლოდ წიგნის კითხვა, ეს არის ისეთი უნარების განვითარება, როგორიც არის მსჯელობა, ანალიტიკა, კრიტიკული მსჯელობა და კიდევ ბევრი სხვა ისეთი რამ, რაც ახალგაზრდას საბოლოო ჯამში აყალიბებს კარგ მოქალაქედ და კარგი მოქალაქის აღზრდა არის სასახლის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას, ასევე ახალგაზრდებში წიგნიერების მეტად პოპულარიზაციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ეროვნული სასახლე ერთად ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განახორციელებენ.